Ai, uxayushki, გიყვარდეს და მაგრამ მე იმას არ ნიშნავს, რომ ხელში აყვანილი ატარო. თორე გიყვარდეს. პინგიში ეს. რა გინდა? გინდა რომ ხელში აყვანილი ატარო? ო, ეს რა სათამაშო არ არის? აი პინგვინი ატარა ხელში აყვანილი. ეს მოცხალი არსებაა და ცოტა. შენი პინგვინი არ გინდა, ლამაზი პინგვინი? ვიჭირე ფევაჩებთან არ უნდა. ვა. არ ვიჭირე პინგვინა, შენ მოგიფერება. ევა შენ უყარხარ. მეც მიყვარხარ ევა. არიცი? უყარხარ პინგვინს, კი. როგორ არიცი? შენ პინგვინს რო უყარხარ არიცი? Right. Oh. Because Na banana. Pingin chemi os. Chemi gaftes pingin. Pingin ai chemi de dasi. Ke dasi mi chemi. Telam svito pisao. Me calmi quasi. Allora che si scappa banali. Merda.
ეს არის ღმერთების საჭმელი. ერთადერთი მინუსი აქვს ბანანი ცოტა ცივია, ამიტომ რომ გარეთ იყო. მაგრამ ნახე ბანანის ბრალი არ არის ეგ. მე ძალიან იშვიათად მინდება ბანანი. მე როცა მინდება ისეთი ტკბობით ვჭამ. მე რა გიწერთ? მელანომ ჩამირცხა 30 ლარი მოგვიანებით ვნახე. ხათაკუშინ დავწერე ვიდეოში და აქაც ვიტყვი ძალიან დიდი მადლობა მელანო. მელანო იყო პირველი ადამიანი, ვინც მე ჩამირცხა თანხა ჩემი გენეტიკური ტესტისთვის და მე არ ვიცი როგორი მადლიერი ვარ, იმიტომ რომ როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება და ადამიანი შენზე ამ დროს სრუნავს, ეს არის რა ვიცი ყველაზე ძვირფასი და უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასო ადამიანო. აი ძალიან დიდი მადლობა, აი არასდროს არ დამავიწყდები. ხო და ეს რა თქმა უნდა ეგ თანხაც გენეტიკური ანალიზის თანხას დაემატება. რომ მეკითხებიან რა შობიო? ჯერ არ მაქვს შეგროვილი თანხა, მეც ვამატებ ყოველ თვე. და როგორც კი ამიგროვდება, მაშინ გავიკეთებ. თან მეშინია, მაგრამ გავიკეთებ. შიში ვერ იხსნის ვერაფერსა. და ეგრე მოვაყაი. ვანახო და რა ხდება? კომენტარებში. და მიყვარს თქვენთან ერთად ეს კომუნიკაცია და ყავის დალევა. მაკამ შვიდობაში ნინი. ზუსტად მასეთი ვიყიდე, მეც ქუთაისში 200 იყიდე და მაგ რამდენად ყიდიან. მაკა, მე ვიყიდე 120 დამფასა და 115-ად მომცა, მაგრამ ინტერნეტში 99 ლარად იყიდება. უთხარი კიდაც იმქარს და აიმენა, აილეწა სირცხვილის. ანუ თუმცა ხა ინტერნეტში მესმის, იმიტომ ყიდიან ალბათ მაგ ფასად, რომ ინტერნეტში ხო არ იხდიან, გადასახად შეიძლება არ აქვს მაღაზია, სხვანაირია. შეიძლება არ აქვს მაღაზია და ფართის გადასახადი და რაღაცა არ უწევთ. 99 ლარად არის, მაგრამ მე ფეხსაცმელს ვერ ვიყიდი ინტერნეტით, იმიტომ რომ რა ვიცი, ზოგჯერ ძალიან მომწონებია ფეხსაცმელი, მაგრამ ფეხი რო ჩავდგი, ანუ რაღაცა არაა ჩემი. ფეხი უნდა იყოს კომფორტულად. მეორე ნაირს მთავაზობდა ის ქალი. იკასაც ის მოეწონა. ქვემოთ იღოს იმას ლამაზი დგომა ქონდა, იმიტომ რომ ის რაღაცა იქ ქონდა შემოჭრილი და ანუ ჩაჩაჩული არ იყო. მაგრამ მე ეს მომწონდა ეს მოდელი და მოდელის აყიდლად წავედი. შესაბამისად ეს მინდოდა. ისიც ლამაზი იყო, მაგრამ ეს მინდოდა. და ეს ვიყიდე, იმიტომ რომ ეს რომ მინდოდა, მე გულში ჩამსჩებოდა და არ მიყვარს ხოლმე ეგ რა. ლალი მშვიდობაში და სიხარში ლამაზო ნინი, მადლობა ძვირფასო ლალი. ხათუნა ხშირად ვერ გიყურებ ნინი, მაგრამ მიყვარხარ. ძალიან გიხდება მშვიდობაში გაცვეთე ლამაზო. იკაზე გავიგუდე. მაშინ ცალცალი იყიდე. ღმერთო როგორ ტკბებით თქვენი ლამაზი ურთიერთობით. ვაიმე, დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. მე ძალიან მიყვარხარ. ძალიან კარგი გოგონა ხარ შენ. ჩვენი ურთიერთობის სილამაზე არ ვიცი, რამდენი ლამაზია, მაგრამ ნამდვილი კი არის, რაც არის ეგ არ დავშო. ანუ არც ერთი მხრიდან არ არის აფერისტობები, ტყუილები, მოტყუებები და ეგეთი რაღაცები რა. ეგ არის ყველაზე მთავარი. ფეიხო მინდა ვიყიდო ხალხო. მე ძალიან მიყვარს ფეიხო. ვერ მოვახერხე, ვერ დავადგე საშველი. მეხსიერება მოიწურა ხალხო. ანა ნინი გილოცა ბედნიერი და ჯანმრთელი ყავდეს მთელი ცხოვრება. გიხარო შენი შვილების კარგად ყოფნითო. მადლობა ძირფასო. ლამაზია მშვიდობაშიო. ჩექმაზე.
ნანა, მადლობა ძვირფასო. ბაბი, გილოცავ ჯამთელი და ბედნიერი ყოლოდესნი. ანდრიაზე, მადლობა ჩემო ძვირფასებო, ძალიან კარგები ხართ და ძალიან მიყვარხართ. ინგა მიყვარხარ შენი გაკეთებული ნებისმიერი კერძი გემრიელი იქნება. ვაიმე, მადლობა ძვირფასო. ბორშზე დამიწერა ნინო. გილოცავ საუკეთესო სურვილებით. მადლობა. ბანი! ლელა, ნი მიყვარხარ. მადლობა ჩემო საყვარელო, მეც მიყვარხარ. მაკანი ვინეგრეტი ჯობია ზეთით, ვიდრეის ოლივია, მაიონეზით, ზეითუნის ზეთით და კახური გემრიელია შეგერგოთ. კი, ძვირფასო ჯამთელობისთვის ჯობია, მაგრამ არ მიყვარს მე. რა ვქნა? ოლივია მირჩევნია. ერთხელ გავაკეთო წელიწადში. ახალ წელს. და იყოს კლასიკა. ბონი. მარიამ, ნენი ლამაზო მშვიდობაში მზით გაწვდე ძალიან მოგიხდა. მადლობა. ეს Нин, я посмотрела твои влоги, старые некоторые. Я хочу отметить, что ты изменилась в лучшую сторону, стала увереннее в себе. Молодец, спасибо. Мадлоба саყვარელო. დიდი მადლობა. მეც ვფიქრობ, რომ ძალიან შევიცვალე. ელდინა გილოცავთნი ანდრიას დღეობას უსურებ ყოველივე კარგს. მადლობა ძვირფასო. ციცი არასდროს გამიგიანი არც ლობიოთი და მუხუდოთიც არ გამოსინჯავს, მაინტერესებს ძალიან როგორია შენი რეცეპტი, ერთხელ მეც გავაკეთე. სხვა შორის ლობიოთი მე არ მომეწონა. თითქოს ლობიო არ უხდება, რა ვიცი. მე ეგრე მომეჩვენა. ხო და მუხუდოთი უფრო მომეწონა, მაგრამ მაგალითად იქ ამითხრა, არ გაგეკეთებინა უკეთესი იქნებოდა. ძალიან გემოვნების ამბავია. მე იმიტომ დავამატე მუხუდო, რომ ცილა შეიცავს და კაი ანაყრევანებისთვის. ლელუ, ევიტორია საყვარელი ხარ. ნინო, კალმით ნახატი, თვალწარბიანი, დინჯი და სერიოზული ბიჭი. ჭიანჭულასაც რომ არ დაბიჯეს ფეხს ისეთი ბედნიერი ყავდეს მუდამ. მადლობა ჩემო საყვარელო ნინო, დიდი მადლობა. თინათი მთელი ოჯახი მიყვარხართ ნინი, ჩემო ძვირფასო. ხათუნა ლაგოდეხი როგორ სითბოთი და სიყვარულით ახსენებ. ღმერთმა ნათელში გიმყოფოს შენი დედიკოს სული, თქვენ დიდხანს სიცოცხლედ მის მოსაგონებლად. ჩემ მამიკოსაც ნოემბერში აქვს იუბილე, როგორ მესმის შენი. ჩემო საყვარელო. ძალიან მიყვარს და თან ძალიან მტკივა. ანუ ნახე იმ დღეს იქ ამაჩვენა ფოტო. აი ეგ ფოტო რომ აჩვენა. ანუ ლაგოდეხის ფოტო იყო რა და აბაო ესაო რა ადგილიაო. როგორ ვერ ვიცნობ მაგას. განაშელება როდეს მე ეგ ვერ ვიცნობ. ისე მიყვარს ის მთები, ის ტყე, ის მიწა, ის წყალი. ბებია ჩემი ამბობდა ხოლმე პატარა 64-აო ლაგოდეხი და მართლა ეგრეა, ძალიან მიყვარს, მაგრამ იმდენად მტკივნეულია ჩემთვის ის, რომ ანუ დედა ვარ მყავს, პატარა ვიყავი და მიჩვეული ვარ მაგას რა. მაგრამ ბებია და ბაბუა რო აღარ მყავს, იმდენად მტკივნეულია ეგ, რომ იქ ჩასვლა საერთოდ არ მინდა. ანუ ერთი დღე რო წამოვიდეთ თბილისში, ან ორი დღე ბებია ჩემი ისეთი ამბით ხვდებოდა.
კარებთან გველოდებოდა, რომ იცი რა უნდა მიუსულიყავით და ანუ ხა რო იცი რომ მიხვალდა ის ადამიანები, ვისაც ძალიან უყვარდა, შენ ვინც ძალიან გიყვარდა, არ გელოდებიან, ანუ იქ არ არიან საერთოდ და ანუ საფლავზე უნდა მიხვიდა. ანუ ეგ ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ასევე ძალიან მტკივნეულია, რომ მე იქ არ მაქვს ახლა არაფერი, ანუ ადგილი, სადაც ჩემი რამე მივალ და გავჩერდები. და სხვა შორის ძალიან მინდა, რომ თუნდაც ერთი პატარა რაღაცა ჩემი მქონდეს იქ. ისე როგორ გადავშენდები, რომ ეგ ვერ მოვახერხო. ცხოვრების მანძილზე. ხო. შენი მამიკო მე არ ვიცნობდი, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ძალიან კარგი კაცი იყო. ნათელში იყოს მისი სული. იმ ხალხს სიყვარულით აგიტოვათ შვილებს, რომ მარტო მაქედან ჩანს როგორი კარგი კაცი იყო. რომელ ნოემბერს აქვს დაბადების დღე, არ ვიცოდი რომ ნოემბერში ქონდა. და ჩემი საფლავზე რომ მივდივარ ხოლმე, იშვიათად მივდივარ, მაგრამ როცა მივდივარ, აუცილებლად ყოველთვის მასთანაც მივდივარ ხოლმე და ვნახულობ. ხო. ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, როცა ჩემს გარდა, ჩემს კლასელებს, ან პარალელურ კლასელებს რო ვიგებდი, რომ მშობლები ეხოცებოდათ და იღუპათ გარდაეცვალათ, ანუ მამები იყო ეს, დედა არა. მაგრამ რო ვიგებდი, ისეთი მტკივნეული იყო ხოლმე. მე გავიგე კიდე ერთი მასწავლებელი იყო დაწყებითების, ძალიან კაი ქალი ლალი. მაგის გარდაცვალებისაც ამბავი და ისე გული მეთკინა, ისეთი კარგი ქალი იყო, ისეთი რომ აი რა ვიცი და ძალიან გულზე მხდებოდა ხოლმე. და ის ბავშვები, ვისაც ჩემხელები იყვნენ და მამა არ ყავდათ, ან ნუ დედა არ ყავდა, ეგენი არ იყო. ანუ რაღაცნაირად ისე მესმოდა ხოლმე ეგ ტკივილი. და ისე მეწოდებოდნენ ხოლმე. ანუ სულ მინდოდა ხოლმე რომ რაღაცით ანუ არ ვიცი როგორ უნდა დაეხმარო ეგეთ ადამიანს, მაგრამ ერამე ხო შეიძლება დაჭიდეს ან კალამი ან რაღაც გადაწერა რაღაც ის ან რაღაცა, ანუ ვცდილობდი ხოლმე რომ ეგეთ ბავშვებს დავხმარებოდი რითიც შემეძლო. იმიტომ რომ მესმოდა ეგ ტკივილი და ბევრ ბავშვს ვისაც მშობლები ყავდა, ყველაფერი ქონდა, ანუ იმათ ეგ არ ესმოდათ. ანუ იმათ ისინი იმას უყურებდნენ, რომ აი გაქვთ თუ არა ის საჭმელი, რაც გინდა, გაქვთ თუ არა ის ჩასაცმელი, რაც გინდა და ანუ როცა არ გამოუცდია მშობლის არ ქონა, ის ვერც წარმოიდგენს, ანუ ის იმას განიცდის, რომ რაღაცა მაისური არ აქვს. ხო, ნუ ეგიც რა თქმა უნდა ბავშვობაში ძალიან მძიმეა. მაგრამ ანუ ეს მშობლის დაკარგვა ხო საერთოდ კატასტროფაა. ჩვენ ვიყოთ, სულ იმას ვიძახი ხოლმე, რაც დედა ჩემს დააკლდა მეთქი, მე უნდა ვიცხოვრო ეგ თქო და ჩვენ ვიცხოვროთ ისე, ჩვენ მშობლებს უნდა ეცხოვრათ. მაგაზე კარგს მათთვის რას გავაკეთებთ. ასე რომ თავს გავუფრთხილთ. დალი, კარგი გოგო, ხანინი უფალმა დაგლოცოს და დალოცო შენი ოჯახი, ამინ. მადლობა ჩემო ძვირფასო, დიდი მადლობა. ირმა საოცრება ხარ ჩემო თოჯინაო, ევიტუნას უთხრა. ირმა ჩემო საყვარელო, მოგვიანებით ვნახე და ძალიან მომერიდა. რომ ის მომელოცა მე შენი ნიას დაბადების დღე, იმიტომ რომ მოგვიანებით მეორე დღეს ვნახე. მე ხო Facebook-ზე ყოველ დღე შეიძლება არ შევიდე, ანუ მესენჯერი სულ მაქვს გახსნილი. და სულ ინტერნეტში ვარ და რაღაცა, მაგრამ ანუ Facebook-ზე შეიძლება ყოველ დღე არც შევიდე. ხო და რო შევედი 12 თუ რაღაც საათის წინო, ქონდა პოსტი დაწერილი და ისე მომერიდა, რომ მომეწერა მოგვიანებით. ეხლა კიდე უფრო მოგვიანებით არის, მაგრამ ეხლა ვაცნობიერებ, რომ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და
ჩემო ირმა გილოცავ შენი სიყვარულის დაბადების დღეს ჯამთელი ბედნიერი გახარებული ყოლოდეს და დიდხანს ძალიან დიდხანს დამტკბარიყავი თქვენი დედაშვილობით და ყველაფერი ისე ქონოდეს როგორც შენ და მას გინდათ. აი ყველაფერი. ჩემო ძვირფასო, ძალიან კარგი ადამიანი ხარ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი დედა ხარ და გამომართლა შენს ნიას, რომ შენ ხარ მაგისი დედა. ლელონინი მიყვარხარო, მეც ჩემო საყვარელო, მეც მიყვარხარ. ლელო დილამშვიდობისა, ჩემი ძვირფასო ბედნიერი დღე მიყვარხართ ლელა. ეს приятного аппетита, Ниночка. მადლობა რუსო ევიტო, გულები დაუწერა ევიტოს რუსო. დიდი მშვიდობას შექმნები მზით გაცვითეთ ინათი, მადლობა ძვირფასო. ლელამ დამწერა ჩემო მშვენიერო, არაჩვეულებრივად გამოიყვები შექმნები მშვიდობაში მზით გაცვითეთ, ძალიან მოგიხდა. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო, აი ძალიან დიდი ხანია მინდოდა რომ ეგეთი შექმნა მქონოდა. ოღონდ იმას შვებოდი რომ აი ჯერ დავიკლებ და მერე ის ბანანის ის მოაცალე ჯერ დავიკლებ და მერე ვიყიდი თქო რა რომ აი იუბკაზე და რაღაცა და ისე მქონდა როგორც მინდოდა და ხა უკვე ისე მაქვს როგორც მინდა შესაბამისად ანამთმები როგორ გაგეზარდაო რაც აღარ ვიწვრი გამეზარდა ფორმას რო ვაძლევდი არ იზრდებოდა იმიტომ რომ მოკლდებოდა ბონჩკა ინგა უნიკალური ნინი საყვარელი და ძალიან უნიკალური პიროვნება ხარ ინგა ჩხაიძე მადლობა ძვირფასო დიდი მადლობა რა ლამაზი გვარი გაქვს ძალიან დიდი მადლობა. მიყვარხართ გოგოებო, ბიჭებო ყველანი. კარგ დღეს გისურვებთ, რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს, ძალიან მიყვარხართ. ეს იყო დღევანდელი დღის დილა და ეხლა უკვე ამას შევჭამ და გადავინაცვლებ ლობიოს მოსამზადებლად. კილო ნახევარ ლობიოს ვაკეთებ. ჩვენ ოჯახს 1 კილო არ ყოფნის 1 კილოსგან გაკეთებული ანუ ავიწყებ დალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი მიყვარხართ და გოცნით ხო ჩავალდე ლობიკი ჩავალდე 3 ჯერ ვიყავე წყალი მაგრამ ახლა კიდე ერთხელ შევისვლი და დავკავ მოსახარშა შემოუშვებ და აი საგიჟეთში არიან. არ შემოუშვებ და მაგალითად თავიდანვე რო იცი რომ ეუბნები მაგრამ შესრულებული არ იქნება. და ჩამასურდა და ის ფოტოები კი. всё. და თავისთანებება ცოტა ხნით. იქამდე ვიდეოს გავაკეთებ გუშინდელს და მე დღევანდელს თქვენთვის. მე სამკურნალო ვიდეო გამოვიდა. ეს მე ყველა მე შემოხდება საჭმელში. Ahora estamos con una café,